დავიწყეთ ხმის დაცვის პროცედურა, რომელიც ონლაინ რეჟიმში, live stream-ში არის ხელმისაწვდომი ჩართული მხარეებისთვის, როგორც Facebook-ის, ისე YouTube-ისა და ჩვენი ვებსაიტის მეშვეობით. ამავდროულად ჩვენ რამდენჯერმე გავაკეთეთ განცხადება, რომ უნდა დავნოდებოდით რამდენიმე გარკვეული რაოდენობის ოქმების შემოსვლას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომ ყოფილიყო არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ან ორი ოლქიდან და რეგიონიდან ოქმები, არამედ საქართველოს ყველა რეგიონიდან რაღაც გარკვეული რეპრეზენტატიული რაოდენობის ოქმები შემოსულიყო. შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გამოვაცხადოთ სულ პირველადი წინასწარი შედეგები, რომელიც ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ 423 საარჩევნო უბანს. რაც გახლავთ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების ნაწილში უბნების 11,43% მონაცემები. აქვე აღნიშნავ, სანამ მონაცემების გამოცხადებას დავიწყებ, რა თქმა უნდა, ეს მონაცემები ოქმების შემოსვლასთან ერთად ცხადია მთელი ღამის განმავლობაში შეიცვლება, თუმცა ოქმების ატვირთვა უკვე დაწყებულია, ეტაპობრივად დაემატება მონაცემები და ისინი, რა თქმა უნდა, განახლდება დამატებითი უბნების მონაცემების საფუძველზე. რაც შეეხება პირველად წინასწარ შედეგებს 423 საარჩევნო უბნიდან, რომელიც გახლავთ 11,43% პროპორციული სისტემით ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის. შედეგები წინასწარი ასეთია. ნომერი 1 პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის 4,24%. ნომერი 2 პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა თქვენგან თქვენთვის თქვენთან ერთად 0,07%. ნომერი 3 ნინო გურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა 2,96%. ნომერი 4 ჯონდი ბაღათურია ქართული დასი 0,1%. ნომერი 5 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 24,79%. ნომერი 6 უსუფაშვილი რესპუბლიკელები 1,33%. ნომერი 7 თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის 0,16%. ნომერი 8 დავით თარხან-მოურავი ირმა-ინაშვილი საქართველოს პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიცია 4,66%. ნომერი 10 შალვა ნათელაშვილი საქართველოს ლეიბორისტული პარტია 2,79%. ნომერი 11 სახალხო ხელისუფლება 0,6%. ნომერი 12 საქართველოს კომუნისტური პარტია სტალინელები ივანე წიკლაური 0,7%. ნომერი 14 დავით თევზაძე საქართველოს მშვიდობისათვის 0,21%. ნომერი 15 მშრომელთა სოციალისტური პარტია 0,4%. ნომერი 16 საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია 0,7%. ნომერი 17 საქართველო 0,1%. ნომერი 18 ქართული იდეა 0,13%. ნომერი 19 თოფაძე მრეწველები ჩვენი სამშობლო 0,99, ანუ 1%. ნომერი 22 მერაბ კოსტავა საზოგადოება 0,5%. ნომერი 23 ჩვენები სახალხო პარტია 0,5%. ნომერი 25 კახა ძაგანია სოსო შატბერაშვილი პაატა ჯიბლაძე არჩილ ბენიძე მემარცხენე ალიანსი 0,3%. ნომერი 26 ეროვნული ფორუმი 0,47%. ნომერი 27 ირაკლი ალასანია თავისუფალი დემოკრატები 3,21%. ნომერი 28 ზვიადის გზა უფლის სახელით 0,5%. ნომერი 30 ჩვენი საქართველო ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი 0,5%. ნომერი 41 ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო 53,42%. მე მინდა კიდევ ერთხელ განმარტო, რომ უბნების რაოდენობა არის ძალიან მცირე, ეს გახლავთ მხოლოდ 11,43%, ჯამში 423 უბანი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული
უბნებიდან. შესაბამისად, თქვენ ნახეთ მონაცემების მიხედვით, რომ რამდენიმე პოლიტიკური გაერთიანება საარჩევნო სუბიექტი საკმაოდ ახლოს არის 5%-იან ზღვართან, ასევე არის მოცემული სხვა შედეგებიც. შესაბამისად, მინდა განვაცხადო, რომ უბნების რაოდენობის დასთან ერთად შესაძლოა შედეგები გარკვეულწილად შეიცვალოს და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ 11%-ზე დამყარებული 423 საარჩევნო უბანზე დაფუძნებული პირველი წინასწარი შედეგები. რაც შეეხება ზუგდიდის კონკრეტულად 79 და ასევე 100-მერვე უბნებთან დაკავშირებულ შემთხვევებს მე მინდა მართლაც ძალიან დიდი წუხილი გამოვთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან გვაქვს ინფორმაცია და ვადასტურებთ, რომ ამ უბნებზე მოხდა ფიზიკური სერიოზული დაპირისპირება, როგორც 79 ისევე 100-მერვე უბნიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ ნასვამი უცხო პირები, რომლის ვინაობა ჩვენთვის არ არის ცნობილი, შევარდნენ უბანში, გამოაძევეს იქიდან კომისიის წევრები, დალეწეს და დაარბიეს უბანი, დალეწეს ინვენტარი, შეიძლება ითქვას და ასევე ყველა საშუალება იმისთვის, რომ ხმის დათვლის პროცესი გაგრძელებულიყო, ფაქტობრივად არ არსებობს ამ უბანზე. ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენებთ, რა თქმა უნდა, პოლიციის შესაბამისი უწყება, პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამ ეტაპზე მეტი ინციდენტი ჯერჯერობით არ მოსულა, თუმცა, რა თქმა უნდა, გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით დაიწყება და შესაბამისი რეაგირება იქნება. სამწუხაროა, რომ ორ უბანზე ასეთი ტიპის თვრალი უცხო პირების შეჭრის გამო ამომრჩევლის ნებას დაემუქრა ფაქტობრივად საფრთხე. რაც შეეხება ქუთაისს, ჩვენ გვქონდა ინფორმაცია კონკრეტულად ერთ უბანზე, როდესაც მოხდა დაპირისპირება, თუმცა ადგილზევე აღმოიფხვრა და თვითონ უბანში ამ კონკრეტულ დაპირისპირებას ის იყო გარეთ უბნის კართან მომხდარი და რაიმე შიგნით ზეგავლენა არ მოუხდენია. ჩვენ ყოველ წუთს ასეთი პრობლემების წინაშე, რა თქმა უნდა, შემოგდეს ინფორმაცია და ვაყენებთ საქმის კურსში ძალოვან უწყებებს. მე იმედი მაქვს, რომ როგორც საარჩევნო სუბიექტები, ასევე მათი მხარდამჭერები, მიუხედავად იმ შედეგისა, რომელიც ახლა გამოცხადდა და რომელსაც კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ გახლავთ წინასწარი, სულ პირველადი შედეგები და ისინი შეიძლება შეიცვალოს, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისინი მისცემენ საზოგადოებას და საარჩევნო ადმინისტრაციას იმის საშუალებას, რომ 7 გარემოში, ისევე როგორც მთლიანი კენჭისყრის პროცესი მთლიანობაში წარიმართა 7-დან, ესე 7-დან დასრულდეს არჩევნები